დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადამიანი არის ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში და ჩვენ განსაკუთრებული სიყვარულით გიყვებით იმის შესახებ, რაც ადამიანს უკავშირდება. გიყვებით ყოველდღიურად მრავალი წლის მანძილზე და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ყველაზე ფასეულია, თავისთავად გულისხმობს გარკვეულ მახასიათებლებს. დიახ, ჩვენ ვიბადებით, ჩვენ ვითარდებით, მრავლდებით, ვბერდებით, მაგრამ სიცოცხლისათვის დამახასიათებელი იმ თვისებებიდან, როგორიც არის მაგალითად კვება, გადაადგილება, გამრავლება და ასე შემდეგ, არის ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი, რომლის გარეშეც არ არსებობს სიცოცხლე და რომლის გარეშეც არ არსებობს ადამიანი. ეს გახლავთ სუნთქვა. და სწორედ სუნთქვას უზრუნველყოფს ჩვენი სასუნთქი სისტემა. ნებისმიერი პრობლემა სასუნთქი სისტემის ნებისმიერ ფრაგმენტში შეიძლება იყოს ძალიან დამაზარალებელი ჩვენი ჯანმრთელობისათვის და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ჯანმრთელობა სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობა მარტო ფილტვები არ არის, რომ სასუნთქი გზები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაწმენდილი ჰაერი მივიდეს ფილტვებთან, სამწუხაროდ ასე არ ხდება ხოლმე, რომ სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ ყოველთვის, მაგრამ ფილტვის ამოცანაა, რომ გაწმენდილი ჟანგბადი მიაწოდოს სწორედ ჩვენს ორგანიზმს, ყველა ქსოვილს, ყველა უჯრედს იმისთვის, რომ სიცოცხლე იყოს სრულფასოვანი და ადამიანის ცხოვრების ხარისხი იყოს მაღალი. მაგრამ არის თუ არა, მაგალითად ჩვენი არჩევანი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, საზიანო სუნთქვისთვის და ჩვენი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით ეს ბავშვებთან დაკავშირებული საკითხია, როდესაც მაგალითად მწვერვალობა იქცა უზარმაზარ ტვირთად მთელ მსოფლიოში. სწორედ ამ თემაზე გვინდა ვისაუბროთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის კონსულტანტთან ერთად, რომელიც გახლავთ ჩვენი თანამემამულე ქალბატონი ნუკა მაღლაკელიძე. ნუკა, დილამშვიდობისა, მობრძანდით. ყოველთვის მიხარია თქვენი სტუმრობა, დაბრძანდით, რადგან ჩვენ გვაქვს საშუალება პრაქტიკულად პულსზე ვიგრძნოთ მოვლენები, პულსით შევიგრძნოთ მოვლენები, ანუ რა ხდება მოცემულ მომენტში ამ მიმართულებით ჯანდაცვის ამ სფეროში, მთელ მსოფლიოში და როდესაც ვამბობთ მწვერვალობა ბავშვებში, არის თუ არა ეს აქტუალური პრობლემა ზოგადად მსოფლიოში და საქართველოში როგორია სურათი? კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ამ თემით დაინტერესდით, როგორც ყოველთვის და კვლავ თამბაქო რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნომერ 1 პრობლემად. სამწუხაროდ ეს ასეა, ეს მოცემულობა და პირველ რიგში ეს გამოწვეულია იმით, რომ თამბაქო არის მასში შემავალი ნიკოტინის გამო დამოკიდებულების გამომწვევი პროდუქტი. ანუ ძალიან რთულია მისგან თავის დაღწევა, როდესაც ადამიანი იწყებს მის მოხმარებას. რაც შეეხება ბავშვებში მოხმარებას, ტენდენცია გვაქვს ისეთი, რომ გარკვეულ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ღონისძიებები კარგად და ძლიერად არის გატარებული, კონვენციური, ანუ სიგარეტის მოხმარება შედარებით იკლებს, ხოლო განვითარებადი ქვეყნების სადღაც 80%-ზე მოდის დღეს თამბაქოს მოხმარება სამწუხაროდ კონვენციურ სიგარეტებს. ჩვენ სად ვართ ამ სურათში? ამ სურათში საქართველოს არც ისე კარგი ადგილი უკავია. ტრადიციულად ევროპის რეგიონი ზოგადად არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოხმარებადი რეგიონი თამბაქოსი, მათ შორის საქართველო არის ერთ-ერთი კიდევ უფრო მოწინავე. ანუ ლიდერობთ რეალურად. ლიდერობთ, ცუდი გაგებით ლიდერობთ, განსაკუთრებით მამაკაცებში საქართველოში, რადგანაც იყო პერიოდი, როდესაც ტრადიციულად ქალებში არ იყო თამბაქოს მოხმარება მიღებული, თუმცა ეს ტენდენციაც აი 90-იანი წლებიდან თამბაქოს ინდუსტრიის საკმაოდ ისეთი აგრესიული და მიზანმიმართული მარკეტინგის გამო ქალებისადმი და ბავშვებისადმი უფრო იცვლება და დღეს უფრო მეტი ქალი მოიხმარს თამბაქოს, უფრო მეტი ბავშვი მოიხმარს თამბაქოს. სტატისტიკა მაგალითად ბოლო წლების კვლევები აჩვენებს და ეს კვლევები ტარდება, გლობალური კვლევებია, რომლებიც შემდგომ შედარების საშუალებას
იძლევა ქვეყნებს შორის, არის ასეთი კვლევა, გლობალური ახალგაზრდების თამბაქოს კვლევა, რომელიც 13-15 წლის ასაკის ბავშვებში იკვლევს თამბაქოს მოხმარებას და გვაჩვენებს, რომ დღესდღეობით სადღაც 18% ბავშვების მოიხმარენ თამბაქოს, მათ შორის ყველაზე ესეთი საყურადღებოა, რადგანაც ეს შედარებით ახალი პროდუქტები, ეს არის ელექტრონული სიგარეტები და გახურებადი თამბაქოს პროდუქტები. არ თვლიან თამბაქოს მოხმარების ტოლფასაც სამწუხაროდ და ეგრეთ წოდებული ვაიფერები, ანუ გასაბოლებელი საშუალებები. თუმცა, აი რაც შეეხება თუ ყურადღებას გავამახვილებთ და ალბათ ბავშვებთან მიმართებით როცა ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია რომ ამ პროდუქტებზე გავამახვილოთ სწორედ ყურადღება, რადგანაც ეს არის პირველ რიგში ალბათ ძირითადი გზავნილი ჩემი იქნება ის რომ ამ პროდუქტებსაც უშვებს თამბაქოს კომპანიები. რაც ნიშნავს იმას, რომ თუნდაც რომ გავიხსენოთ ფილიპ მორისის 1991 წლის ჩანაწერებიდან ესეთი ციტატა, რომ ისინი ამბობდნენ, რომ ეხლანდელი თინეიჯერები არიან მომავალი ჩვენი კლიენტები, ანუ ჩვენი მომხმარებლები. ასევე ამბობდნენ იმას, რომ მთავარი თეზა ჩვენი არის ის, რომ ნიკოტინი არის დამოკიდებულებაზე გამომწვევი და ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტები გავხადოთ უფრო ფართოდ მოხმარებადი. ანუ ამ პროდუქტებში მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ელექტრონულ სიგარეტში, რომელიც მაინც ავხსნი მაყურებლისთვის განსხვავებას, არის მოწყობილობა, რომელშიც თხევადი სახით არის ნიკოტინი, ხოლო არსებობს ასევე გახურებადი თამბაქოს პროდუქტები, რომელშიც არის უკვე თამბაქო, რომელიც აეროზოლის სახით მიიღება შემდგომ ადამიანის ორგანიზმში. ეს ორი შედარებით ახალი პროდუქტია, რომელიც ზუსტად ბავშვებზე, ახალგაზრდებზეა მიმართული და ამისი მტკიცებულებები არსებობს, რადგანაც ჩვენ ვხედავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც, როგორ არის ინტერნეტით, სხვადასხვა ტელევიზიის, საპრომოციო, სოციალური მედიის საშუალებით ამ პროდუქტების მიზანმიმართულად ბავშვებისთვის პრომოცირება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მათი ფორმა, მათი შესახედაობა, მათში შემავალი არომატები, თვალის მომჭრელი შეფუთვა. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის არის თვალის მომჭრელი და როგორც ადრე თამბაქოს პროდუქტებზე იყო, რომ თითქოს ეს არის რაღაც დამოკიდებული გათავისუფლებასთან, ემანციპაციასთან და ასე შემდეგ, ზუსტად იგივე ანალოგიური მარკეტინგი ხორციელდება დღეს ამ პროდუქტებისადმი. და შესაბამისად, მსოფლიოში სადღაც დაახლოებით 7% მოიხმარს ბავშვების, ახალგაზრდების და მათ შორის საყურადღებო ისიც არის, რომ ახალგაზრდები დღეს 9-ჯერ მეტად მოიხმარენ ამ პროდუქტებს, ვიდრე ზრდასრული ადამიანები. ხოლო მათში რისკები, უკვე ჯანმრთელობის რისკები 3-ჯერ უფრო დიდია. პირველ რიგში ის, რომ ახალგაზრდების ტვინი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ხო? ანუ მოზარდები, როდესაც იწყებენ ამ ნიკოტინის პროდუქტების მოხმარებას, მათ უვითარდებათ ყურადღების დეფიციტის პრობლემები, კოგნიტიური პრობლემები, ხასიათის ცვლილების პრობლემები და სხვა ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივაც ყოველთვის გაღიზიანებული ყელი მაგალითად და ასე შემდეგ. და შემდგომ უკვე რისკები იმ ფიზიკურ დაზიანებებზე გაზრდილი არის, რაც ზოგადად ისედაც თამბაქოს ნაწარმი იწვევს. ანუ კარდიოვასკულური დაავადებები, სასუნთქი სისტემის დაავადებები, ასთმიან ბავშვებში კიდევ უფრო ამწვავებს ეს ასთმის შეტევებს და ასე შემდეგ. ამიტომ ბავშვებში ამ პროდუქტების მოხმარება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად საზიანოა და კიდევ უფრო მეტად საყურადღებო უნდა იყოს იმ რეგულაციების შემუშავება ქვეყნებისთვის, რომ აიკრძალოს პირველ რიგში ამ პროდუქტების ახალგაზრდებისთვის მიმზიდველობა, წახალისება, რა თქმა უნდა, და მათი ხელმისაწვდომობა, როგორც ფიზიკური, ასევე ფინანსური ხელმისაწვდომობა. ანუ შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკა უნდა განხორციელდეს და ასევე სიტყვაზე შეზღუდვები გარკვეულ ადგილებში ამ პროდუქტების რეალიზაციის, მაგალითად სკოლებთან ახლოს და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი სტუმრობა, ნუკა დღეს და
ეს შეხსენება, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე პირველად არ ვსაუბრობთ და არც ვაპირებთ რომ გავჩერდეთ ამ თემაზე, იმიტომ რომ ახალი მონაცემები ჩნდება, ჩვენ ახალი მტკიცებულებები გვაქვს მშობლებისთვის და საზოგადოებისთვის, რომ არ არის უწყინარი ეგრეთ წოდებული გამაბოლებლები, არ არის უწყინარი ელექტროსიგარეტი, რომ ეს შეიძლება იყოს ნაბიჯი პირდაპირ სწორედ თამბაქოს უშუალო მოხმარებასთან და თავისი მწეველობის რისკებით და ჯანმრთელობის რისკებით არაფრით ჩამოუვარდება იმას, რაზედაც თქვენ საუბრობდით. მადლობა, რომ ჩვენთან თანამშრომლობთ ასე მჭიდროდ. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებარე დაავადებათა დეპარტამენტის კონსულტანტი ქალბატონი ნუკა მაღლაკელიძე. მე არ გემშვიდობებით, რასაკვირველი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გავაგრძელებთ ცოტა განსხვავებული წახნაგით, უკვე ფიზიკური ჯანმრთელობის კონტექსტში, თუმცა მანამდე ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო ამბავი იმის შესახებ, რომ ადამიანების არჩევანმა შეიძლება სულ სხვაგან მიგვიყვანოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯანსაღი ცხოვრების წესის სასარგებლოდ ვაკეთებთ ამ არჩევანს და შორინა ლაბაძის სიუჟეტი სწორედ ამას მოგვითხრობს, როგორია პირადი ექიმის გუნდის ისტორია. თავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, მეორე არის ინტერნეტს და ტელეფონებს მოუწყვიტო. ბავშვებმა ისწავლონ ბუნების სიყვარული, მოვლა ბუნების მოვლა და უფრო აქტიურები არიან ჩემთან ერთად როცა არიან. შვილი მყავს მე, ყველა ძალიან აქტიურები არიან. ჩემთან ერთად არიან მეზობელი ბავშვები, რომლებიც უკვე მე რამდენი წელია ყველა გარბენში, საბავშვო გარბენში იღებენ მონაწილეობას. ეს ეძახიან ფილტვებს. თუ ჟანგბადი დაბინძურებული იქნება, მაშინ ადამიანები ვერ იცოცხლებენ, ბუნებაში სერინობთ, სხვადასხვა თამაშებს თამაშობთ. ჩვენ თუ არ დავასუფთავებს გარემოს, მაშინ ჩვენ ძალიან გაგვირთულდება ცხოვრება და ხეები ასევე ძალიან თუ მდგომარეობაში იქნება და ჩვენ ჰაერი არ გვექნება. მე ავირჩიე ჯანსაღის ცხოვრების წესი. პირველ მე სიკვდილი დავიწყე სადაც 4 წლის წინ, აი აქ დავბოდით. და პირველი მედალი აქ ავიღე. მე როცა დავბირავ, შემდეგ გენერია მემატება. თვეში 3-ჯერ ან 4-ჯერ მოვდივარ დენდროლოგიურ პარკში და ვასუფთავებთ. ამ ეტაპზე ჩვენ შემოვერთით პირადი ექიმის ჯგუფს. როცა მეგობრებს ვუყვები ამ ამბების შესახებ, მათ ძალიან მოსწონდა და თვითონაც უნდებათ რომ ეს აქტივობები შეასრულოთ. მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ჩვენ დიდი ხანია დავბივართ და ახლა შემოვერთით პირადი ექიმის გუნდს. მე სულ დავყავდით თითქმის და ძალიან გვიყვარს ესეთი აქტივობები. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა იზრუნოს გარემოზე პატარაობიდანვე და შეეჩვიოს გარემოს დაცვას. ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. როდესაც არჩევანზე ვსაუბრობთ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ცხოვრების წესის მიმართ ჩვენმა დამოკიდებულებამ შეიძლება განსაზღვროს ძალიან მნიშვნელოვანი დიაგნოზები და მათ შორის საყურადღებო აღმოჩნდა ბავშვებში ფილტვების ანთება. თუ რატომ ამას გავარკვევთ ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი პედიატრი ბატონი ივანე ჩხაიძე. დილამშვიდობისა ბატონო ვანო. დილამშვიდობის. და დავიწყოთ პირდაპირ ფილტვების ანთებით ბავშვებში, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა და რამდენად შეიძლება ეს პრობლემა დაკავშირებული იყოს ცხოვრების წესის ისეთ ფაქტორთან, როგორიც არის მწეველობა ბავშვებში. ორივე კითხვაზე ვეცდები პასუხი გაგცეთ ციფრებზე დაყრდნობით, არა მხოლოდ ჩემს სუბიექტურ შეფასებაზე, რომ მწეველობა ცუდია და ფილტვის ანთება ხშირი დაავადება, არამედ ისაც ციფრები არსებობს დღეს მსოფლიოში.
პირველ რიგში დავიწყებ რატომ არის ფილტვების ანთება ყოველთვის ესეთი დიდი ყურადღების ქვეშ. ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ფილტვების ანთება რჩება ინფექციურ დაავადებათა შორის გარდაცვალების ნომერ 1 მიზეზად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ფილტვების ანთება არ გახლავთ ის დაავადება, რომელიც რთული სადიაგნოსტიკოა, ან ძვირი სადიაგნოსტიკო. მისი მკურნალობა ძალიან ხელმისაწვდომი და იაფია. მიუხედავად ამისა, გარდაცვალების პირველი მიზეზი მსოფლიოში ინფექციურ დაავადებათა შორის. ამის უკან ძალიან ბევრი ფაქტორი დგას და ერთ-ერთი ფაქტორი არის ინფორმაციის ნაკლებობა, განათლების ნაკლებობა პირდაპირ ვთქვათ საზოგადოებაში და გარკვეულად ეს იყო მიზეზი რამდენიმე 10 წლეულების უკან განათლების ნაკლებობა სამედიცინო საზოგადოებაშიც. ეს ხარვეზები გარკვეულწილად აღმოფხრილია, მაგრამ დღემდე ფილტვის ანთება რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. 2.180.000 ესე არის ბოლო სტატისტიკა 2021 წლის ამდენი ადამიანი გარდაიცვალა მსოფლიოში ფილტვის ანთების გამო. თუ რა თქმა უნდა უფრო მეტ აქცენტს საქართველოზე გავაკეთებთ, აქაც ეს ციფრები გარკვეულწილად უმჯობესია განვიხილოთ ქრონოლოგიურ კონტექსტში რა იყო მაშინ, როდესაც ჩვენი სამედიცინო სისტემა სამედიცინო საბჭოთა კავშირის სამედიცინო სისტემის ნაწილი იყო და რა გახდა ახლა ძალიან ბევრი რეფორმის შემდეგ. ეს ციფრები მართლაც შთამბეჭდავია და ყოველთვის ვამოწმებ ჩემ სტუდენტებთან, როგორ წარმოუდგენიათ მათ, რამდენად დიდი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში. 1200 ბავშვი იყო გარდაცვლილი ფილტვის ანთების გამო 1990 წელს. 1990 წელი არ გახლავთ ძალიან შორეული, დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე 2021 წელს ეს ციფრი 41-მდე შემცირდა. 41 1200-დან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, ოღონდ თუ ისევ დაუბრუნდები, რაც შესავალში აღვნიშნე, იოლის სადიაგნოსტიკო, იაფის სადიაგნოსტიკო, იოლის სამკურნალო, მაინც ამდენი გარდაცვლილი, ამიტომ ერთ შეხედვით პროგრესი მართლაც სახეზია, მაგრამ ფილტვის ანთება დღემდე საქართველოში რჩება ნომერ 1 ინფექციურ დაავადებად, რომელიც განაპირობებს ბავშვთა ლეტალობას. ამიტომ აქცენტი ფილტვის დაავადებაზე ყოველთვის სწორია, ყოველთვის დროულია და ალბათ კიდევ რამდენიმე წელი დაგჭირდება იმისათვის, რომ აღარ ვისაუბროთ ფილტვის ანთებაზე, როგორც პირველ ინფექციურ უმკვლელზე ბავშვთა ასაკში. ჩვენ დღეს შეგნებულად არ ვსაუბრობთ სიმპტომებზე, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით ბავშვთა ჯანმრთელობასთან მიმართებაში, რომ ის რაც არ მოგწონს ოჯახში, ბავშვს თან მიმართებაში უჩვეულოდ გვეჩვენება, ის რაც ბავშვის ჯანმრთელობაზე კითხვებს აღგვიძრავს ჩვენ მშობლებს, ჩვენ არ ვკარგავთ დროს, ეს არის ოქროს წესი და აუცილებლად მიმართავთ პედიატრს. ეს არის ის აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელიც გვეხმარება პრობლემის მოგვარებაში და პრობლემის თავიდან მაგრამ შესაძლო მიზეზებზე ვსაუბრობთ. ის რომ მაგალითად ვირუსული აფეთქების დროს ესა თუ ის ვირუსული რესპირაციული ინფექცია ფილტვების ანთებით რთულდება, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. ის რომ ფილტვების ანთება შეიძლება სხვა პრობლემასთან ერთად ჰქონდეს ბავშვს, ამაზეც გვისაუბრია, მაგრამ მწვეველობა და ფილტვების ანთება ასეთ შემთხვევაში აქტიური მწვეველობაც და პასიური მწვეველობაც იქცა ბავშვებისთვის ტვირთად. რატომ ბატონო ვანო? უფრო შორს მინდა წავიდეთ. აქტიური და პასიური მწვეველობა ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, სერიოზული გარემო ფაქტორია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ორსული ქალის მიერ თამბაქოს მოხმარება ორსულობის პერიოდის განმავლობაში. ასე რომ სამი შესაძლო ზემოქმედებაა ბავშვზე ამ თვალსაზრისით, გარემოს თვალსაზრისით, ორსული დედა გარემოს სახლში, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი თამბაქოს მოიხმარს და მოზარდოების ასაკში დაწყებული თამბაქოს მოხმარება აქტიური მწვეველობა. აი სამივეს აქვს ძალიან მძიმე ზეგავლენა, რაოდენ გასაოცარიც არ იყოს ბოლო ადგილზე აქტიური მწვეველობა, იმიტომ რომ აქტიური მწვეველობა მაინც ვერ ასწრებს თავის გავლენას, იმიტომ რომ საქართველოში 12-14 ასაკშიც თუ ჩავთვლით, რომ იწყებენ თამბაქოს მოხმარებას და პედიატრიული ასაკი 18 წლამდეა, ეს პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, რომ ეს სერიოზული ზეგავლენა გამოავლინოს, მაგრამ აი ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარება პირდაპირ არის დაკავშირებული ბავშვთა ასაკში ორი დიდი დაავადების განვითარების რისკთან. ეს არის ბრონქული ასთმა და ეს არის ფილტვების ანთება. სასუნთქი გზების ინფექცია უფრო სწორედ იქნება თუ ამას ვიტყვით. ეს ზეგავლენა არ არის ემოციური და არ არის მხოლოდ იმისათვის, რომ ვთქვათ,
თამბაქო მავნებელია, ამის უკან დგას ძალიან ბევრი კვლევა წლების განმავლობაში ჩატარებული და უფრო მეტიც იქ ბევრ კვლევაში აქცენტი ცალ-ცალკე ოჯახის წევრზე კეთდება. ნახავთ კვლევას, სადაც დედაზეა საუბარი, არის კვლევები, სადაც ბებიაზეა საუბარი, ანუ გარემო, ვინ ქმნის ამ გარემოს. ნებისმიერი გარემო ამ შემთხვევაში პასიური მწეველის რაგში მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ბავშვის გარშემო, მაგრამ ჩვენს ყველაზე მეტად მტკივნეულია ორსულობის პერიოდში თამბაქოს მოხმარება. ეს იმდენად რთული აღსაქმელია, როდესაც დედას უყურებ ორსულ ქალბატონს, რომელსაც ერთადერთი სურვილი აქვს დაბადოს ჯანმრთელი ბავშვი პრობლემის გარეშე და ეს არის ორსულობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, ესე უნდა იყოს. ამოცანაც და ამავდროულად თამბაქოს მოიხმარს, ეს ნიშნავს, რომ გაუცნობიერებლად ესე უნდა ჩავთვალოთ, ძნელი წარმოსადგენია, რომ გაცნობიერებლად ადამიანი ამას აკეთებდეს, საფუძველს უყრის მისი შვილის ადრეული ბავშვობის ასაკიდან სტვინავის უთქვით მიმდინარე ინფექციების მაღალ რისკს, ცოტა მოგვიანებით ბრონქული ასთმის განვითარების რისკს, ცოტა მოგვიანებით ფილტვების ანთების განვითარების მაღალ რისკს. გადაცემის დაწყებამდე ჩვენ კვლევაზე ვსაუბრობდით, რა აჩვენა ბოლო კვლევამ, რატომ არის ასეთი საგულისხმო ბავშვებთან მიმართებაში. მაყურებელსაც რომ გავუზიაროთ მოკლედ და ასევე რომ ვუპასუხოთ ჩვენი საუბრის მთავარ კითხვას. ჩვენ შევთანხმდით, რომ ფილტვების ანთებას ერთადერთი მიზეზი არ აქვს და მწეველობა არ არის ერთადერთი მიზეზი, რომელმაც შეიძლება გნებავთ აქტიურმა და გნებავთ პასიურმა ბავშვებში ფილტვების ანთება გამოიწვიოს. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ფილტვების ანთების მართვა განსხვავებულია წეველობის ფონზე და განსხვავებულია მაგალითად ბანალური რესპირაციული ინფექციის ფონზე. შეგვიძლია თუ არა ამისი თქმა? შეგვიძლია და ეს ერთ-ერთი ზეგავლენის ერთ-ერთი გამოხატულება. ძალიან ბევრ სხვადასხვა ასპექტში ჩანს ეს ზეგავლენა. ერთ-ერთი სწორედ ეს არის, რასაც თქვენ ბრძანეთ. არის თუ არა მართვა განსხვავებული. პირველ რიგში მინდა ორი მომენტი აღვნიშნო. საავადმყოფოში დაყოვნების ხანგრძლივობა გაცილებით მეტია იმ ბავშვებში, რომლებიც იზრდებიან პასიური მწეველობის გარემოში და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე გაცილებით მეტია იმ ბავშვებში, რომლებიც იზრდებიან ესეთ გარემოში. ანუ ორივე მნიშვნელოვან ფაქტორს. უფრო მეტი დაყოვნება, რაც ავტომატურად ზრდის თუნდაც ისეთი გართულების, როგორც არის საავადმყოფოს შიდა ინფექცია. უფრო მეტი სიმძიმე, რომელიც ავტომატურად ზრდის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოხვედრის და აქედან გამომდინარე გარდაცვალების რისკსაც. აი ეს მონაცემი, რომელიც ჩვენ დავასახელეთ, ცოტა რიცხობრივად დიდი პროგრესი გვაქვს, კიდევ ერთხელ გავემეორებ, მაგრამ აი ამ გარდაცვალებულ შორის ეს სტატისტიკა სამწუხაროდ არ აგვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით არიან ის ბავშვები, რომლებსაც ჰქონდათ ესეთი ზეგავლენა, პასიური მწეველობის ზეგავლენა მაქვს ხედველობაში. როდესაც ჩვენ საუბრობთ ფილტვების ანთება რესპირაციული დაავადებების ფონზე. მოდით გავითვალისწინოთ ახლა სეზონი, გავითვალისწინოთ ის, რომ პრაქტიკულად ძალას იკრებს რესპირაციული ინფექციები და სულ უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ამგვარი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს ბავშვიც და შესაბამისად მსგავსი სირთულე შეექმნას ოჯახს, იმიტომ რომ არაფერი გვაღელვებს და გვადარდებს ისე, როგორც ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ეს ასე უნდა იყოს. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა იმისთვის, რომ ფილტვების ანთება ავარიდოთ თავიდან. ფილტვების ანთების მკურნალობაზე ჩვენ შეგნებულად არ ვსაუბრობთ. ფილტვების ანთების დიაგნოსტიკაზე და ბინის პირობებში მართვაზე ექიმთან შეუთანხმებლად, ექიმის კოორდინაციის გარეშე ჩვენ შეგნებულად არ ვსაუბრობთ. მაგრამ მშობელმა რა უნდა იცოდეს იმისათვის, რომ ბანალური რესპირაციული ინფექცია არ მივიდეს ფილტვების ანთებამდე და როდის უნდა გადაწყვიტოს, რომ ნამდვილად ახლა დაყოვნების დრო არ არის და ეგრეთ წოდებული წითელ დროშებს რომ ვეძახით, წითელი დროშები გამოჩნდა, როდესაც ჩვენ უნდა დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. ქალბატონი, გამოვიყენებ მე ამ შესაძლებლობას და ეხლა, როდესაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატების საწყის ეტაპზე ვართ და რა თქმა უნდა, ამის უკან პირველი შეგულისხმება გრიპი, აუცილებლად ხაზს გავუსვამ, რომ არსებობს რამდენიმე კვლევა და რამდენიმე სერიოზული ექსპერტისა და ინსტიტუციის წინასწარი პროგნოზი, რომ 2025-2026 წლის სეზონი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გრიპის თვალსაზრისით. ამის უკან დგას ეგრეთ წოდებული ჰონკონგის ვირუსის H3N2 ტიპის ეს ატიპის გრიპის ვირუსია, 7 მუტაცია, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა ივნისის თვეში. შესაბამისად გახდა უფრო იოლად გადამდები და ალბათობა იმისა, რომ გრიპის შემთხვევები წელს ჰქონდეს უჩვეულოდ მაღალი, არის ძალიან დიდი.
ეს მონაცემები ეყრდნობა სწორედ იმ წყაროს, რაც მუტაციის შემთხვევაში მის ერთ-ერთვისებას გადამდებლობის იოლ სახეს აფიქსირებს. ამიტომ ძალიან მინდა რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფებს და მათ შორის ბავშვები მშობლებმა, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის მშობლებმა ეს პროგნოზი გაითვალისწინონ და პრევენციისა და თავიდან აცილების ყველაზე იდეალური შესაძლებლობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დროულად ჩაუტარონ თავიანთ შვილებს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ახლა რეალურად ზეგავლენა მოახდინოს გრიპით ავადობაზე შესაბამისად ფილტვის ანთების სიხშირის შემცირებაზე არის სწორედ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. სწორედ ფილტვების ანთება გახლავთ ის გართულება, რომელსაც ყველაზე მეტად ვუფრთხით და რომელიც ყველაზე მეტად ვითარდება გრიპის შემთხვევაში. ვირუსული პნევმონია, რომელსაც შესაძლებელია შემდეგ თანდაერთოს ბაქტერიული, ეგრეთ წოდებული სუპერინფექცია, ანუ ინფექცია, რომელიც ერთი გამომწვევი ვირუსთან ერთად აზიანებს მეორე გამომწვევის ბაქტერიის სახით, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სირთულე და სიმძიმე ესეთ შემთხვევაში იქნება ძალიან დიდი. ამიტომ ძალიან სწორია თქვენი კითხვა, რა უნდა იყოს ისეთი მიმანიშნებელი ჩემთვის, როგორც დედისთვის, ან ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის, რომ ეჭვი მივიტანო, ხომ არ არის ჩემს ოჯახის პატარა წევრთან რაღაც სერიოზული გართულება, ისევ და ისევ ფილტვის ანთებაზე მაქვს საუბარი. პირველი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით ამ მდგომარეობას საშიშროების ნიშანი ჰქვია. საშიშროების ნიშანი ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ესეთ შემთხვევაში უჩვეულოდ მძიმე, ხმამაღალი, ხმაურიანი სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობით. როდესაც თქვენ პატარას უყურებთ, სუნთქვა არ ჩანს. სუნთქვის აქტუალურად ხედავთ, რომ ოდნავ მუცელი იდრიკება ან გულმკერდის სუნთქვის დროს. როდესაც ფილტვის ანთება ვითარდება და მძიმე ფილტვების ანთება, იქ უკვე ეს ჩადრეკა არის მკვეთრად გამოხატული და ძალიან კარგად ჩანს ნექტაშვარების მოძრაობა, გულმკერდის მოძრაობა, ცხვირის ნესტოების ბერვა. ეს არის ისეთი ნიშანი, სადაც ჩვენ ერთი წუთიც არ უნდა დავაყოვნოთ ბავშვი ბინაზე. აქ არის ლაპარაკი ექიმს დაველოდოთ ან სასწრაფო დახმარებას დაველოდოთ. დაუყოვნებლივ ესეთი ტერმინია გამოყენებული მიმართეთ სამეცნიერო დაწესებულებას. ეს ქოშინი ის გამოხატულება, რაც მოზრდილებისთვის კარგად არის ცნობილი ბავშვებში არ ჩანს, რა თქმა უნდა, ვერც ერთი ბავშვი ვერ გეტყვით, რომ ჰარის უკმარისობის შეგრძნება მაქვს. მაგრამ მშობელი და ეს არის სწორედ მისი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა, უნდა აფიქსირებდეს აი ამ გაძნელებულ სუნთქვას. უფრო მარტივი და ყველაზე იოლი მისახვედრი ეს არის გახშირებული სურათი, რომ თქვენი შვილი სუნთქავს უფრო მეტად ხშირად, ვიდრე იყო ადრე. ძალიან ხშირად სუნთქვის გახშირებას ტემპერატურის მატებას უკავშირებენ და ეს სწორია, თუმცა ფილტვის ანთებას აქვს თავისი საზღვრები. ესეც საერთაშორისო რეკომენდაცია, რომელსაც ყველა ქვეყანა იზიარებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სუნთქვის სიხშირის დათვლა ბავშვებში არის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მათ შორის პირველ რიგში ფილტვის ანთების შესაძლებელი ყველაზე უტყუარი და სპეციფიური ნიშანი. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით წნევის გაზომა, ტემპერატურის გაზომა, ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ვისწავლეთ პულს ოქსიმეტრის გამოყენება და სატურაციის გაზომა, ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენი ბავშვის შეფასების არსენალში დაემატება კიდევ ერთი. ვნახოთ, გავსინჯოთ და დავთვალოთ რამდენჯერ სუნთქავს ჩვენი შვილი. ერთი წუთის განმავლობაში მოსვენებულ მდგომარეობაში სუნთქვის სიხშირის მაჩვენებელი ექიმისთვის იქნება იდეალური მიმანიშნებელი იმისა, აქვს თუ არა ამ ბავშვს სავარაუდოდ ფილტვების ანთება. ამიტომ ეს ასაკ დამოკიდებულია და მე ამ ციფრებზე არ გავჩერდები, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ შვილს უჩვეულო სუნთქვა აქვს, უჩვეულოდ გახშირებული, დათვალეთ და ექიმს უთხარით ეს ციფრი მისთვის ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე თქვა ტემპერატურის მატება ან თუნდაც ხველის ხანგრძლივობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვანო ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისთვის და დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს უნდა შევახსენო, რომ მთელი გადაცემის განმავლობაში თქვენ ეკრანზე ხედავდით თემატურ ბანერებს და ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ ნოემბრის თვეში ძალიან ბევრი თარიღი უკავშირდება ფილტვების ანთების დღეს, სასუნთქის სისტემის სხვადასხვა დაავადების ცნობადობის დღეს და ჩვენ დღეს ერთგვარად თავი მოუყარეთ ამ საკითხებს და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი პედიატრი ბატონი ივანე ჩხაიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გელოდებათ.
როდესაც კვებით შუქნის შანზე ვიწყებთ საუბარს, ეკრანზე ყოველთვის ჩნდება ჩვენი თეფში. თეფში, ჩემი თეფში, ასე ქვია ამ რეკომენდაციებს, რომელიც დღიური რაციონის სახით ერთ თეფშზე ეტევა და სადაც პრინციპი ყოველთვის დაცულია, სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილია, მეორე ნახევარი ცილოვანი კომპონენტი მარცვლეულ ბურღულეულთან ერთად. წლების მანძილზე ვიმეორებ ამ რეკომენდაციას და 2011 წლიდან პრაქტიკულად ყოველდღიურად ჩვენს მაყურებელს ვუზიარებ ამ რეკომენდაციას. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილია კვება და ამგვარ არჩევანს კონკრეტული პრინციპის შესაბამისად კვების დაგეგმვას შეიძლება ჰქონდეს უზარმაზარი მნიშვნელობა დაავადებების თავიდან ასაცილებლად და ძალიან ბევრი დაავადების უკეთ მართვისთვის. მაგრამ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. შეიძლება თუ არა ეს დაგეგმვა ასეთი განაწილებით თეფშის აწყობა, ანუ დღიური რაციონის შევსება დაგვეხმაროს მაგალითად ფილტვების ანთების დროს, ზოგადად ფილტვების ჯანმრთელობაში. აღმოჩნდა, რომ ეს პრინციპი არის ვარგისი ძალიან ბევრი პრობლემის შემთხვევაში, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ამ პრინციპის მორგება შეგვიძლია ინდივიდუალურად. რატომ? თანამედროვე მედიცინა ამბობს, ერთია საერთო მიდგომები და მეორეა ერთი განსაკუთრებული ადამიანი. და სწორედ ერთი განსაკუთრებული ადამიანისთვის შერჩეული რეკომენდაციები ითვლება საუკეთესოდ. ამიტომ ვიდრე დღევანდელ გადაცემაში მოსმენილ ინფორმაციას თქვენთვის თარგმნით, თქვენი ოჯახის წევრებისათვის სასარგებლო ფორმას მიანიჭებთ, მოდით გავიხსენოთ ის, რაზედაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე და ის, რაც ძალიან ხშირად არის ხოლმე ჩვენი რეკომენდაციების ნაწილი. ეკრანზე თქვენ ახლა ხედავთ ჩვეულებრივ ქათმის ხორცს და კვერცხს. ეს არის ერთგვარი სიმბოლო იმ ადვილად შეთვისებადი ცხოველური წარმოშობის ცილისა, რომელიც ყველა ამინომჟავით ავსებს ორგანიზმს, მაგალითად, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაც დაავადება, მწვავე ან ქრონიკული და მაგალითად ფილტვების ანთების დროს, როდესაც სწრაფად გვინდა საშენი მასალა ორგანიზმს მივაწოდოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ცილა და განსაკუთრებით ისეთი ცილა, რომელიც ძალიან ადვილად შეავსებს ყველა ამინომჟავაზე მოთხოვნილებას. ცხადია იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რომელიც გნებავთ კვერცხზე, გნებავთ თევზე, ალერგიული სტატუსით უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ვიღაცას აქვს სპეციფიკური დამოკიდებულება. თევზი რითი განსხვავდება წინამორბედი ცილოვანი წყაროებისგან? იმით, რომ მას დამატებით აქვს ომეგა-3, აქვს D3 ვიტამინი. რატომ გაჩნდა ამ ჩამონათვალში ჭარხალი? იმიტომ რომ რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი ძირხვენა, მაგრამ მასში არის ბუნებრივი ნიტრატები, ანუ აზოტნაერთები, რომელიც გვეხმარება სისხლძარღვის მდგომარეობის მართვაში. ანთების დროს, ფილტვების ანთების დროს, როგორც კვლევები დასტურდება, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და თუ თქვენ წვნიაში გამოიყენებთ ჭარხლის მცირე ნაწილსაც კი, აღმოჩნდა, რომ ამას ძალიან კეთილმყოფელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობაზე. შემდეგი პროდუქტები არის დაკავშირებული ისეთ ფერთან, რომელიც თქვენ ძალიან გეცნობათ. ყველა ყვითელი, ნარინჯისფერი, მოწითალო ფერის პროდუქტები, მუქი მწვანე პროდუქტები, ეს არის ავიტამინის წინამორბედი, კაროტინოიდები და კაროტინები, რომელიც ჩვენს ორგანიზმს დაცვით ძალებს უძლიერებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ავიტამინის არის დადასტურებული ფილტვის ანთების, ფილტვის დაავადების დროს, ამიტომ ამ პროდუქტების გამოყენება მით უფრო სეზონურად ძალიან აქტუალურია. ახლა გოგრის ჩართვა სხვადასხვა ფორმით შეიძლება მათი გამოყენება მცირე რაოდენობით ცხიმთან და ეს არ გულისხმობს აუცილებლად ერბოს, კარაქის და მრავალი სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტის დამატებას, აქ სრულიად საკმარისი შეიძლება იყოს მაგალითად ავოკადოსთან შეხამება ან ბუნებრივად რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი ან რომელიმე ზეთი შეიძლება სრულიად საკმარისი იყოს. ისპანახი, რომელიც რა თქმა უნდა ასევე არის ავიტამინის წინამორბედი ნივთიერებების წყარო, მაგრამ არის C ვიტამინის ძალიან მდიდარი წყარო და არა ძალიან მნიშვნელოვანია B-ჯგუფის ვიტამინების, განსაკუთრებით ფოლიუმის მჟავის წყარო და არის არ დაგავიწყდეთ მცენარეული ცილის და რკინის წყარო. და მისი შეხამება უკვე ჩამოთვლილ პროდუქტებთან ძალიან კარგი არჩევანი იქნება თუნდაც წვნიანის შემადგენლობაში. ციტრუსი. მე ვფიქრობ ამაზე თქვენ ძალიან ბევრი რამ იცით, განსაკუთრებით
დაწყებით მინდა მიაქციოთ ყურადღება ერთადერთ გარემოებას, რაც ეკურველია C ვიტამინის წყაროდ მნიშვნელოვანია მისი გამოყენება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მაგალითად გრეიპფრუტის ფორთოხლის გამოყენება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ მედიკამენტი უნდა მივიღოთ, განსაკუთრებით გრეიპფრუტის წვენის, ფორთოხლის წვენის დაყოლება მედიკამენტის მოხმარებასთან არ არის კარგი არჩევანი, იმიტომ რომ მედიკამენტის მოქმედების თავისებურებას ცვლის, კერძოდ მის დოზას ან გადაჭარბებულად, ან დაქვეითებით აღაქმებინებს ჩვენს ორგანიზმს და ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, როდესაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი კონკრეტული დოზის მოხმარება. Pomidori და წიწაკა რა არის მათში საერთო გარდა იმისა რომ C ვიტამინის ძალიან მაღალი შემცველობა. ეს არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყარო, ლიკოპენი რომელიც არის პომიდორში და წიწაკაში არსებული კაფსიცინი გნებავთ კაფსაიცინი არის სწორედ ის ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტი რომელიც ანთების წინააღმდეგ არის მიმართული და შესაბამისად ნებისმიერ შემთხვევაში ორგანიზმს ეხმარება საერთო პრობლემების გადალახვაში. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ცხარე წიწაკაზე და ცხადია ჩვენ არ ვლაპარაკობთ დიდი რაოდენობით პროდუქტების მოხმარებაზე. ჩვენ საუბრობთ პროდუქტების ზომიერ გონივრულ შეხამებაზე და მაშინ ავლენენ ეს პროდუქტები ჩვენთვის სასარგებლო თვისებებს. შემდეგი ჩამონათვალი ამ პროდუქტებში არის ყოველთვის ცნობილი ვაშლი, რომელიც რატომღაც მთავარ წყაროდ აღიქმება რკინის, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ქლიავის, კომშის, ატმის შესახებ, რომელშიც მეტია რკინის შემცველობა, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის ძალიან ადვილად შეთვისებადი ფრუქტოზა, ეს გახლავთ ძალიან ადვილად მოსანელებელი პროდუქტი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნაწლავთან დაკავშირებით ზოგიერთი თავისებურება არ აქვს და მასში არის ცხადია ძალიან ბევრი ვიტამინი თავმოყრილი, მათ შორის C ვიტამინი, რომელიც ავადმყოფობის დროს ძალიან გვეხმარება, მათ შორის ფილტვების ანთების დროს. და თუ ჩვენ საუბრობთ ლურჯ მოცვზე, მე მინდა გაგახსენოთ, რატომ აქვს მას ასეთი მუქი ლურჯი შეფერილობა, ეს არის ანტოციანინები, ეს არის ბუნებრივი, ძალიან მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტები, ანტიდამჟანგავები, რომელიც ფილტვების ანთებასაც წაადგება და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობას, იმიტომ რომ სისტემური ანთების წინააღმდეგ მუშაობს ეს პროდუქტები. და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლის შესახებაც ჩვენ ხშირად საუბრობთ, ეს გახლავთ მაწონი. მაწონი, რომელიც არ არის უბრალოდ ცილის წყარო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ პირველ სლაიდზე მოხდებოდა. მაწონი არის ცოცხალი ორგანიზმების წყარო და ნებისმიერი ავადმყოფობის დროს, როდესაც ჩვენ მოგცეს რეკომენდაცია, იმიტომ რომ არის მდგომარეობები, როდესაც მაწონი არ უნდა მივირთვათ. დიახ, თუ ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია მის მოხმარებასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება. ჩვენი ურთიერთობა ჩვენს ნაწლავთან ბევრად განსაზღვრავს ჩვენი ავადობის ხარისხსაც და გამოჯამრთელების ხარისხსაც. თქვენ წარმოიდგინეთ გამოჯამრთელების ტემპსაც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაგალითად ფილტვების ანთების მკურნალობისას ანტიბიოტიკის ჩართვა გახდა საჭირო. რა აღადგენს იმ წონასწორობას და კეთილგანწყობას, რომელიც ჩვენ უნდა გვაკავშირდებდეს ჩვენი ნაწლავის ბინადარ მიკროორგანიზმებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ჯანმრთელობა აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ ნაწლავი არ არის მოწესრიგებული. აღმოჩნდა, რომ მაწონი შეიძლება იყოს ის უნივერსალური ნაკრები მონაცემებისა ცილის, თქვენ წარმოიდგინეთ თხევადი კომპონენტის, ცხიმში ხსნადის სხვადასხვა ვიტამინის, მათ შორის D ვიტამინის, A ვიტამინის და ძალიან მნიშვნელოვანი კალციუმის და ასეთ შემთხვევაში თანდართული ცოცხალი ორგანიზმები, ჩვენი მეგობარი ბაქტერიები, მათთვის განკუთვნილი საკვები და მათი ცხოველქმედების პროდუქტი ერთბაშად მოხვდება ჩვენს ორგანიზმში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათთვის ვისთვისაც ეს არის შესაბამისად ნაჩვენები. ფილტვების ანთების დროს რა არ უნდა დაგვავიწყდეს? რა თქმა უნდა გვახსოვდეს ხილის და ბოსტნეულის როლი. მოდით წარმოიდგინეთ ჩემს უკან შუქნიშანი. მე რა რომ სხვადასხვა ფერის ზონაშია პროდუქტები მოთავსებული, ასეთ შემთხვევაში ეს მხოლოდ პირობითი დაყოფაა და ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ცალკეულ შემთხვევაში საჭიროების მიხედვით იკავებს პროდუქტი ფერის შესაბამის ზონას, მაგრამ ფილტვების ანთების დროს, ფილტვების დაავადების დროს ჩვენ გვჭირდება აუცილებლად სითხის ადეკვატური მოხმარება. ნებისმიერი ანთების დროს ჩვენ გვჭირდება წყლის ადეკვატური მოხმარება, მაგრამ ფილტვების ანთების შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ჩვენ წყალს არა მარტო შარდით ან განავლოვანი მასების შემადგენლობაში ვკარგავთ, არამედ მაგალითად ცხელების დროს, მაღალი ტემპერატურის დროს, ოფლის სახით, ამონასუნთქი ჰაერის სახით და გამომშრალი ლორწოვანი დამატებითი რისკია პრობლემებისათვის. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის პროდუქტი, რომელმაც შეიძლება
მაგალითად, ამ შემთხვევაში მემხედველობაში მაქვს, მოდით მარილზე ვიტყვი, შეაკავოს სითხე არასასურველ სივრცეში, არა უჯრედში, არამედ უჯრედებს შორის და ბევრი მარილი, მლაშე პროდუქტები ანთების დროს არ არის მიზანშეწონილი, დიდი რაოდენობით გამოვიყენოთ, ისევე როგორც ძალიან ტკბილი პროდუქტები. მესმის, რომ მაგალითად პატარა სფილტვების ანთების დროს აქვს მოთხოვნილება გაზრდილი ტკბილეულის მიმართ. ჩვენც ვახალისებთ, თავაზობთ ნუგბარს, იმიტომ რომ გუნება განწყობა გაუმჯობესდეს, ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ზომიერად შევთავაზოთ, მაგრამ შევთავაზოთ ხილის ან სხვა ჯანსაღი პროდუქტების სახით და არა დამატებული შაქრების სახით, რადგან ეს პროდუქტი ასეთ შემთხვევაში ანთებას მხოლოდ გააძლიერებს. მე შეგნებულად არ დავდე წითელ ზონაში დღეს ალკოჰოლი, თუმცა წარმოიდგინეთ, არის მდგომარეობები ზოგადად, როდესაც ადამიანები მაგალითად რესპირაციული დაავადებების დროს, მაშინაც კი, როდესაც ვიცით, რომ რესპირაციული დაავადებების დროს ფილტვების ანთება დაიწყო, ანუ გართულდა ეს დაავადება, რატომღაც გაჯანსაღებას ან ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლას ზრდასრულები, არა ბავშვები, იწყებენ ხოლმე ალკოჰოლით, რაც სრულიად გაუმართლებელი, დაუსაბუთებელი და სრულიად საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის. იმედი ამას ბავშვებისთვის არ გამოიყენებს არავინ და რაც შეეხება პატარებს, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა უნდა უსურვოთ მათ აუცილებლად, ისევე როგორც ყველა საზოგადოებაში და სწორედ ამ სურვილით და გემშვიდობებით დღეს მე ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ და ხვალ შევხვდებით დილით ტრადიციულად ერთმანეთს.